გამარჯობა ჩემო ოქრო მაყურებლებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. როგორც სწორად გამოიცანით, დღეს მინდა შემოგთავაზოთ, გამოვაცხოთ საღდგომო პასკა. ეს რეცეპტი არის ძალიან მარტივი და იყოფა ორ ნაწილად. საღამოს ვაკეთებთ პირველად ცომს და მეორე დღეს ვამთავრებთ ცომს და ვაცხობთ პასკებს. მოდით გავაკეთოთ. ჩვენ ჯერ დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. სრული სია ინგრედიენტების იხილეთ აღწერილობაში. რძე, შაქარი, კარაქი, კვერცხი და ცოცხალი საფუარი. ცოცხალი საფუარი იყიდება იქ, სადაც ყიდიან ფქვილს. მაცივარში უდევთ, თორე გაფუჭდება მალე. შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი მშრალი საფუარი, მაგრამ ერთხელ რომ სინჯავთ, აღარ გამოიყენებთ მშრალს. დამიჯერეთ. ესე იგი, გავხსნათ კარგად ყველა ინგრედიენტი, ამისთვის გავაცხელე რძე და გავხსენი კარაქი რძეში. მერე ვამატებ საფუარს, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ რძე აუცილებლად უნდა იყოს თბილი და არა ცხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მერე ვამატებ შაქარს და ბოლოს კვერცხს. კარგად ავურიოთ, დავაფაროთ ზემოდან პარკი, დავდოთ მაინც ტაშტში და დავდგათ სადმე წყნარ, თბილ და ორპირების გარეშე ადგილას. მე ვინახავ ღუმელში, რა თქმა უნდა გათიშულში. დილით კარგ გამოძინებულზე ვაგრძელებთ. ქიშმიშს დავასხად მდუღარე წყალი და დავტოვოთ 5-10 წუთი. გადმოვასხათ წყალი და ამოვიღოთ ტაშტი ღუმელიდან. ნახეთ, როგორ სუნთქავს მასა. ეს კარგი ნიშანია. დავამატოთ მარილი, ვანილის შაქარი, კარგი კონიაკი. ამ ცომში ეს ასრულებს სუნელების ფუნქციას. ამიტომ კარგი კონიაკი უნდა დაამატოთ. ქიშმიში და გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, სადაც გავზილავთ ცომს. ჯერ კოვზით ავურიოთ, მერე ხელით გავაგრძელოთ. მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი. მერე ისევ დავაფაროთ ცელოფნით და დავტოვოთ წყნარ თბილ ადგილას საათნახევრით. ამ დროს მოვამზადოთ ფორმები. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ფორმა. კარგია იმით, რომ არ ჭირდება კარაქით და ფქვილით დამუშავება. მე უბრალოდ წიკი მაქვს, არ შეამჩნიოთ. მინუსი არის ის, რომ გადატანის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, თორე ადვილად დავარდება ცომი, თუ ზედმეტად დააჭერთ. მერე ჩვეულებრივი ფორმაც მაქვს. აუცილებელია მაგისი დამუშავება კარაქით და ფქვილით, მაგრამ ადვილად დაიჭერთ და გადაიტანთ. ყველაზე კარგი ვარიანტი არის ერთჯერადი ქაღალდის ფორმები. იგივე რაც სილიკონის ფორმებს ვამუშავებ კარაქით და ფქვილით, მერე რომ არ დავარდეს ცომი, პირდაპირ ჟაროვნაზე ვანაწილებ ცომს და ერთიანად მაგაზე გადამაქვს ღუმელში. ეხლა უბრალოდ ცოტას ვაკეთებ და ხელით გადავიტანე. საათნახევარში ნახეთ, როგორი ლამაზია. ეხლა ეს ცომი უნდა გადავინაწილოთ ფორმებში, ისე რომ შეავსოს ფორმა ნახევარზე ოდნავ ნაკლები და ისევ დავაფაროთ ფორმები ცელოფნით და დავტოვოთ იქამდე, სანამ ცომი არავა ფორმის ბოლომდე. ღუმელი ჩავრთოთ 160 გრადუსზე, ზედა ქვედა წვა. თუ გაქვთ ორთქლის ფუნქცია, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. საფუარიან ცომს უყვარს სინესტე. და სადღაც 25-30 წუთში შევხედოთ, როგორ არიან პასკები. ეს რა თქმა უნდა არის დამოუკიდებელი თქვენ ღუმელზე. თქვენ მიხვდებით, როგორ უნდა გააკეთოთ. თუ ხედავთ, რომ იწვის და შიგნით არ არის მზად, ჩვენ უკვე ვიცით, დავაფაროთ ფოლგით და დაუწიოთ კიდე ტემპერატურა. ჩხირით შევამოწმოთ პასკები და აუცილებლად ის უნდა იყოს მშრალი. ვსო, პასკები მზად გვაქვს. კარგად გაცივდეს პასკები და დარჩა მარტო მინანქრის გაკეთება. თუ გინდათ გაგიზიაროთ უცნაური მინანქარი პასკისთვის, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გაგიკეთებთ ვიდეოს. ნახეთ, როგორი ფუმფულა გამოვიდა.
გილოცავთ დამდეგ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ქრისტე აღდგა. გამოიწერეთ ჩემი არხი თუ მოგეწონათ. ველოდებით თქვენ კომენტარებს. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო.